გამარჯობა სასწავლ, ეხლა ვიმყოფები ისეთ ადგილას, სადაც ვიცი, რომ ჩემს უძილო და გაუხრებულ სახეს იდეალურად მომიხატავენ და მინდა გითხრათ, რომ საქართველოში პირველად არის ესეთი ტექნოლოგია შემოსული უკონტაქტო მაკიაჟი, მათ ვისაც აქვს ჩემი არ იყოს პრობლემა იმის, რომ თქვათ ფუნჯები რამდენად სუფთა არ არის, ბაქტერიულად დამუშავებული არის თუ არა, მათთვის მე ვფიქრობ იდეალური მიგნება უკონტაქტო მაკიაჟი, რადგან ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ ჰიგიენის ნორმები შეიძლება ვიღაცა მართლა არ დაიცვას, კონდეს ალერგიული კანი მომხმარებას და რაღაცა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში აი არაჩვეულებრივი რაღაცა არის, მე ვფიქრობ, ოდნავ ძვირი სიამოვნება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჯანმრთელობისთვის არის იდეალური ისა, ოღონდ როგორც ვიცი, მხოლოდ ერთ ადგილას, მხოლოდ აქ კეთდება, ეს ქეთია, ვიზაჟისტი და ქეთი მისამართი ზუსტად რომ გითხრა. ჩვენი სტუდია მდებარეობს გაგარინის 4 ნომერში, ძალიან ადვილია მოსაგნებლად. თუ ის არის რა ქვია? ხო, თუ ჩვეულებრივი კლასიკური მაკიაჟის ისა ხანგრძლივობა არის 12 საათი 18 საათი იტანს ესე, ეს იტანს 24 საათს და ზოგ შემთხვევაში შეიძლება ისეთი იმითი გაკეთდეს, რომ მდგრადი მასალი და უკვე 5 დღეც კი. ანუ 5 დღე შეიძლება ჩვეულებრივად იყოს? ხო, ну ეს ხა ძალიან ისეთ პირობებში და ისეთ ადგილებში უნდა დავადარწმუნდები. ვიზაჟისტისთვის როგორია ეს? იმიტომ რომ ნებისმიერ ქვეყანაში თავისიანი მგონივა, სადაც კი ანუ ევროპეიდული სახე სადაც არის. ყველას ხო, აი წარმოიდგინე უნგრელებს, უნგრელი გეგონეს ზუსტად. აი ნუ რა იტალიელებს ხო პირდაპირ უნდა დამიწყეს თავისიანი. ხო, და ზამის სიამოვნებით ალბათ ფედერალური შესახეზე მოვხატავდი და რაღაც ახალ ექსპერიმენტებს ჩავატარებთ ნამდვილად. სხვა ეს მე შენი სახე მომწონს. სადღაც უკვე შუაში ვარ. სილიკონი თუ? კაია ხო? აჰა, ესე წამწვევიც უნდა მიგიწებო. ძალიან ადვილი პროცედურა, ძალიან ამაზია, ძალიან მოგურია. მით უმეტეს ჩემნაირი ქერაწამწამებისთვის, ნერვებს მიშლის საკუთარი ქერაწამწამი ყოველთვის. როცა ადამიანი უკვე არ გაკეთებული და იცი მის ეცნობი მის სახეს, კანს და იმას ბუნებას და მის სულებს
არ უნდა იქნას ყოველ შემთხვევაში ესე. ხილად ეს თავმოხდა რომ დაიშვა ძალიან და მალე მომიწია და იცი რა გული დამწყდა. დაეშვა არა. წამწამი ჩვენი ჩამოვიდა. შანსი არ არის ესე როგორც არის ეს. და აი როგორ ერთი რომ მიდიხარ და წამწამებს უყურებს ეჩის მაგივა. არა, ვარიანტი არა. ესე ფიქსო. ესე. ლიკასთან და ეხლა გადავდივარ ყველაზე სერიოზულ თმის დიზაინერთან მაპატიეთო ვერ ვუწოდებ სტილის ეს ქალი არის თმის დიზაინერი მე ხშირად ვსაუბრობ ხოლმე რომ ანუ რეალურად ასეთი საქართველოს ყოველშემთხვევაში თუ შეარ მინახავს და ნუ როის მოეწყინება ყველა ძალიან მიყვარხართ ვისაც ჩემზე მოდეს მიგიმუშავია კმაყოფილი ვარ მაგრამ ეს პროსტა სხვა მცნებაა რა და გადავდივარ იქ გადავედით თმების ჯადოქართან ჩვეულებრივი თმების ჯადოქარია ვაღიარებ და გადავწყვიტეთ რომ ჩემი ამ საშინელებისგან ნუ ყვავის ბუდისთვის ცოტა ფერიაკლია ხო? მაშინ რა დავარქვათ? რაცნობის მოყვა. გადავარქვათ ჩემი მას რა ქვია? თავს. ხო, ანუ მე მინდა მოკლედ ამ ჩემი რაღაც საშინელებისგან, რომელსაც სახელიც კი ვერ მოუგონი ახლა ამ წუთში ისე რა ბიოლოგიურად თმა რო ქვია, უნდა გავაკეთოთ რეტრო სტილის ვარცხნილობა. დარწმუნებული ვარ, რომ ანუ ძალიან კარგია, მაგრამ რომ აბსოლუტურად მშვიდად ვარ. ლიკას გააკეთებული თმა რაც მინახავს, ხო, აი ვიცი რომ აი არაფრისგან შეუძლია შექმნას ძალიან ლამაზი რაღაცეები რა. ანუ ვარცხნილობა არა, ხელოვნებაა პირდაპირ ვიტყვი. ამასურიზო უცებესτη წამოვიდა ავდგე. მაშინ მაგას რა დაამთავრებ და დავასწავლო რა ცოტა ხანს და ბოლოში. მოკლედ, ბევრი რო არ დავაგრძელო ჩემი პრიჩო მიდის დასასრულისკენ. ნუ ალბათ ერთი თვი გვინდა ხო კიდე? საინტერესო ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება. მსგავსი ფუფუნება იშვიათად მაქვს რომ ანუ ასეთმა სპეციალისტებმა იმუშაონ ჩემს თავზე. ხშირ შემთხვევაში საკუთარი იმებით ადიარ ხოლმე. შედევრებით რომელიც ბუნება მომაყოლა დავადებისთანავე რაღაც საშინელება, მაგრამ უჭირს. კიდე კაი ხასიაში ჯდება თორე სოჭართულია. რა მიშველებოდა? ლიკიც რა მაინტერესებს აი ჩვეულებრივ ვთქვათ როცა ანუ ან სადმე მინდა ვთქვათ პროცესში დავადების დღეს და რაღაცა თუ აქვს მოთხოვნილება რომ რამე არასტანდარტული გაიგებთო შვიათად გააჩნია თვითონ ზოგი ის არის ხლა ერთი გუბო მყავს მე არ არის აუცილებელი სამი წავიდეს რომ ხოლმე თუ ზონა აუჩეჩო მაქსიმალურად მაგ თვითონ ხოლმე ეს აუჩეჩო და თვითონ იჩეჩებს კიდე ვაუ არის ეგეთი ისა თვითონ ხასიათი ნატო იცი შენა ფიჭი რომ ეხმარებოდა ხოლმე მაგის შეფებში ის ნუ ნივსე ძირითადად უფრო სტანდარტული ვარცხნილობები უნდათ ხო? ყოველდღიურად საერთოდ არ არის ესეთი კულტურა. მე მახსოვს, თუნდაც ისეთ ჩაცმის კულტურაც შეიცვალა რა. მე მახსოვს კინოშიც კი რო დადიოდნენ, საკმაოდ აკადემიურად გამოწყობილი მიდიოდნენ ხოლმე, ეს წესი იყო. განსაკუთრებით აი ოპერა თუ იყო, ან თქვათ თეატრი, ხალხი როცა დადიოდა რა. აი ძალიან გამოწყობილი. მე ვიტყოდი რომ აი გამოპრანჭულები მიდიოდნენ ხოლმე და დღეს კინოში ჩვეულებრივ ჯისებით კინოში არავინ არ წავიდა. მიუხედავად იმისა რომ არავინ არ თქვას რომ 70-იან წლებში არ იყო ჯინსი. იყო თანაც ძალიან ბლომად იყო, ძალიან დიდი ანუ მოკლედ წვეტა იყო ხოლმე. დაახლოებით ერთი მანქანის ფასი ღირდა, ერთი ჯინსი. ნუ ესეთი ფასები. აი 1000 იმანეთის კი ღირდა ნამდვილი თქვათ ამერიკული ჯინსი, რომელიც ძირითადად ხო ან სუხიშვილებს შემოხდათ საქართველოში ან ებრაელებშიც იყო ხოლმე, მაგრამ ნუ აი ისეთი შემოდის იყო რა, ხელმისაწვდომი ძართული, ან უნდა გიყიდა იმაში, ქუთაისის ებრაელებში, ან სურამის ებრაელებში, ან რაბათის ებრაელებში, ეგ ახალციხეშია რა. ანუ იქ რა გიყიდა ეგ ჯინსები, მაგრამ აიც იყო.
და ნუ რავი, რატომაც ეხლა ჩვეულებრივად შეგვიძლია ესე მოსაქმე რა. და ვფიქრობ ადრე ხო. ადრე სხვა ხო, სიამოვნებით შემოვიტანდეს სხვა შორის მაგას, ანუ რომ კინოში იყოს წასასვლელი დრეს-კოდი რა. რატომაც უფრო სხვა პეცი მიეცემა ყველაფერს. მე хотел давафиксировать ჯერ. А потом уже я его как-то невидимками зажимаю. С работы прямо в кино. Ага. Как обычно. როზეთი ხოს ეს ხმარი. всё ხარ ცოტა შევისვენოთ. რო იმას ვთქვათ. რო გაშეხო კარგად. ანუ посмотри. ესე სავარაუდოდ ძალიან მოგწოთ, იმიტომ რომ ძალიან მართლა მაგარი, აი მე ეს ნევეზინგებ რომ მოიხსნა, რომ სხვა ისე. შეხოთა კეპნილი გინდა. კი, ესე მინდოდა. და გავიჩიტები რა, ეხლა განგსტერი გამაკლია და всё რა.